დღის მთავარი ამბებით ქრონიკა 5 საათზე პირდაპირ ეთერს დაუბრუნდა. თბილისში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. 3000 კვადრატული მეტრის ფართობზე ნებისმიერი სახის სამშენებლო მასალის შეძენა შეგეძლებათ. დღეს ახალი შოურუმი თბილისის მერმა დაათვალიერა. სავაჭრო ცენტრი კომპანია პატრიოტი 2006-ს ეკუთვნის. მას მასალები უცხოეთიდან საქართველოში თამად შემოაქვს, რის გამოც პროდუქტი ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს. თავდაპირველად მაღაზიის მფლობელებმა ბიზნესი ბათუმში დაიწყეს, რის შემდეგაც საქართველოს დედაქალაქში გააფართოეს. ახალი სავაჭრო ობიექტი 35 ადამიანითაა დაკომპლექტებული. აქედან უკან შემოაყენეთ მანქანა. პროცესი ჩვენ ვიცით, რომ თბილისიდან რეგიონებში გადიან ხოლმე ბიზნესმენები, ეს ტენდენცია საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის ბათუმელების მიერ დაარსებული კომპანია, რომელიც აჭარაში მოღვაწეობდა, აჭარაში აგრძელებს მოღვაწეობას, მაგრამ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ინვესტიცია დააბანდა. როდესაც ვლაპარაკობთ დასაქმებაზე, ყველაზე მეტი და თვალსაჩინო და ხელშესახები დასაქმების შესაძლებლობა არის სწორედ მშენებლობა, იმიტომ რომ მშენებლობა არ არის მარტო მუშა, თუნდაც ინჟინერი ან ის ადამიანი, რომელიც თვითონ უშუალოდ მშენებლობაზეა. მშენებლობა არის ასევე ესეთი სასაწყობე მეურნეობები, ეს არის დისტრიბუცია, ეს არის ახალი ორგტექნიკა, ეს არის კარფანჯარა, ეს არის იგივე ქვა, ღორღი, რკინა, ბეტონი, ნებისმიერი, ანუ ის მოიცავს მთელ სფეროს იმ ესე ვთქვათ, მომიჯნავე ბიზნესისა, რომელთანაც ერთად ჯამურად მშენებლობა უთუოდ არის დასაქმების კუთხით ქალაქში ლიდერი. ამიტომ არის სწორედ ჩვენი ძალისხმევა და სტიმულირება სწორედ პირველ რიგში მიმართული ამ სფეროს მიმართ. თბილისში პირველი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის ყველა გოლზე. ფასები გვაქვს მისაღები, თავაზობთ მომხმარებელს კარგი სერვისი და შესაბამისი კარგი მომსახურებით.